მოგესალმებით მეგობრებო, სულ ახლახანს გავრცელდა შოკის მომგვრელი ინფორმაცია დაახლოებით 10-15 წუთია, როდესაც ამ ვიდეოს მე ჩავწერდი. ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტი უპილოტო საფრენი აპარატები დაბომბა. რაც ბუნებრივია, ომის საბრძოლო მოქმედებების თეატრის გეოგრაფიულ არეალს აფართოვებს და მაქსიმალურად უახლოვდება ჩვენ საზღვრებს, რაც არის საშინელება. მე უკვე ისეთი რაღაცების ფიქრები დავიწყე ხა სულ ახალ მეგობართან ვლაპარაკობდი ზუსტად მაგ თემაზე, რომ აღარაფერს გამოვრიცხა. უკვე შეიძლება მართლა დაარტყან ბაქო თბილისი ჯეიჰანის მილსადენს, იმიტომ რომ ეგ მილსადენი, რომელიც აზერბაიჯანიდან გადის, ამარაგებს ისრაელს, ვინც არ იცოდით ახლა გაიგეთ. და მოკლედ, გარდა ამისა, სხვა რაღაცები მოხდა ამ 12 საათში და როგორც გითხარით, უკვე დღეს არის დღე მე-5, 5 დღეში 5 ვიდეო უკვე დავდე, თითქმის ყოველდღიურად ვარ ამ საინფორმაციო კამპანიაში ჩართული, ასე რომ მეგობრებო, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს, ასე რომ შეგიძლიათ დონაცია გააკეთოთ არხის განვითარებაში დაეხმაროთ, აღწერა შემითითებული და მოდი ახლა გადავიდე და ყველაფერი განვიხილოთ ეტაპობრივად და დეტალურად, იმიტომ რომ საქმე ძალიან სერიოზულად არის. მოკლედ მეგობრებო, პირდაპირ პირველი იყო Reuters-ი, რომელმაც დაწერა, რომ და კადრებიც გამოქვეყნა ამასთან დაკავშირებით, რომ როგორ მიიტანა ირანმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში ნახიჩევანის აეროპორტზე. ეს არ იყო მხოლოდ ერთადერთი სამიზნე, გარდა ამის გარდა იყო კიდევ 3 სხვადასხვა დრონი, რომელიც სხვადასხვა ლოკაციაზე ჩამოვარდა. ამის შესახებ აი სწორედაც ახლა მე თქვენ განახებთ. გამოქვეყნა აზერბაიჯანმა უკვე ნოტა ამის შესახებ დიპლომატიურად დაიბარა კიდევაც ირანის ელჩი მთავრობაში საკუთარ იმაში, რომ ახსნა განმარტები მოისმინოს საერთოდ აზერბაიჯანი რა შუაში ამასთან დაკავშირებით და ასე შემდგომ. მოდი ახლა წავიკითხოთ ახლა რა მიმართო ამაზე და გავაგრძელოთ. ცოტა განერვიულებული ვარ, იმიტომ რომ ანუ ამ ხელაზე მე არ ველოდი ნამდვილად, მართლა არ ველოდი ამ გეოგრაფიული იქამდე თუ მივიდო და მაგრამ მე უკვე აღარაფერს გამოვრიცხავ, ამიტომ მეტი სიფრთხილისგან მოვუწოდებ აბსოლუტურად ყველას. 5 მარტს დაახლოებით შუადღისას ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე განხორციელდა უპილოტო საფრენი აპარატები თავდასხმა. ერთი დრონი დაეცა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის აეროპორტის ტერმინალის შენობას. მეორე დრონი ჩამოვარდა სოფელ შაქარაბდაში, სკოლის შენობის მახლობლად. ჩვენ მკაცრავთ გმობთ ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან განხორციელებულ იმ თავდასხმებს, რამაც გამოიწვია აეროპორტის შენობის დაზიანება და 2 მშვიდობიანი მოქალაქის დაშავება. ეს თავდასხმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიის წინააღმდეგ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევას და ემსახურება რეგიონში დაწესებულობის ესკალაციას. ჩვენ მოვითხოვთ ირანის ისლამური რესპუბლიკისგან მოკლე ვადებში წარმოადგინოს მკაფიო განმარტება მომხდართან დაკავშირებით, ჩაატაროს შესაბამისი გამოძიება ექსპერტისა, მიიღოს აუცილებელი გადაუდებელი ზომები, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი თავდასხმების გამეორება. აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოჩდაბა დამირჩილუ დაბარებულია საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ირანულ მხარეს გადაეცემა მკაცრი პროტესტი და შესაბამისი საპროტესტო ნოტა, ანუ დიპლომატიური წერილი. წერს აზერბაიჯანული საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში. ანუ სიგიჟეა სრული. ან ჩემი რეაქცია ამასთან დაკავშირებით ეს არის სრული სიგიჟე. ანუ აზერბაიჯანი ხალხო, ანუ ირანი, აზერბაიჯანი, საქართველო, ანუ აქვე ვართ. ამ გეოგრაფიულ არეალში ვიმყოფებით. უკვე მე იმასაც აღარ განვიხილავ, რავი, მაგათვა თავში თუ დაარტყა, შეიძლება ამერიკის საელჩოსაც დაარტყან და მაგათგან უკვე ყველაფერს მოველოდა მე პირადად, ანუ გუშინ რო გავრცელდა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რომ აპირებდნენ მილსადენზე თავდასხმას, იმიტომ რომ მართლა ისრაელს ამარაგებს ბაქო თბილისი ჯეიჰანის მილსადენი. ანუ ყველაზე ლოგიკურად ჩავთვალე და ბევრმა ადამიანმა გამოიწვია რომ რეიბის გჯერა, მაგრამ ხო მოხდა ხალხო. ამიტომ ნუ ხართ ესე რაღაც ყველაფერზე ესე სკეპტიკური დამოკიდებულება, ნუ გაქვთ რომ აი ეს შეიძლება ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ჯვარი წერია ამ ქვეყანას და ჯვარი წერია მსოფლიოს. ამიტომ იმჟელე პირიქით იმაზე რომ შეიძლება თავიდან როგორ აიცილო ეს ყველაფერი. ხო და ეხა მაგის გარდა ეხა აი ეს არის კიდე ირანის სამხედრო საზღვაო ძალებმა სპარსეთის ყურეში ამერიკულ ნავთობტანკერს დაარტყეს. და მსხვერპლი არის უკვე საკმაოდ გაზრდილი ამერიკას ანუ ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარები რაც უყენია, არის ძალიან ძვირი. და ირანის რაკეტები, ბალისტიკური რაკეტები და მოიერიშე დრონები, რომელიც ყავს, არის გაცილებით იაფი. და ამერიკას უფრო ძვირი უჯდება მაგ ყველაფრის ჩამოგდება და მაგიტომ იყო ტრამპი ეხა რავი ეხა გუშინ აზერბაიჯანმა მიაყენაო სამხედრო დანადგარებიო იმასო რა ქვია ირანს
საკუთარი ბატალიონები მიაყენაოდა. რავი, ამის რეაქციაც ხო იყო ნახიჩევანის დაბომბვა, იმიტომ რომ როგორც იტყობინება, CIA ჩართული არის ამ წუთას ამარაგებს ქურთისტანის ამბოხებულებს, რათა ჩრდილოეთ ირანში გამოიწვიონ ახალი სამოქალაქო დაპირისპირების ესკალაცია. რავი, ხა უკვე იმ თეორიებამდე მივდივარ მე, რომ ვენსი რო აზერბაიჯანში იყო ჩასული და აქ შეგევროპელებს რო ეგონათ, რომ აუ ამერიკა მააშენ აზერბაიჯანი, რავი, აქ რამე საიდუმლო გარიგებები ხوارიდებოდა და პოტენციურად ამერიკა ხوار ემზადებოდა ამ ოპერაციისთვის, ეპიკური შურიზიება, რომელსაც ეწოდება და მასში აზერბაიჯანი ჩართვაც ხوار უნდა საერთოდ. მე აღარაფერს გამოურიცხავ ხალხო უკვე. ანუ მე მედლის ამ ხარეს არ ვაფასებ, ეხა რომ აი ეს რავი, ეხა CIA თუ თანამშრომლობს ქურთისტანთან მართლა, ქურთებთან, ხო? ის არ დაგოიწყოს, რომ ქურთები ემტერებიან ასევე თურქებს. და თურქებს არც ისრაელი ევასებათ, არც ამერიკა ევასებათ, მოდი ესეც ვთქვათ. და გუშინ ირანმა გაშვებული რაკეტა, რომელიც წავიდა თურქეთის მიმართულებით და ნატო შეერაღებულმა ძალებმა რო ჩამოაგდეს, ის იყო, რა ქვია, გამოვიდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და თქვა, რომ ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ ამ ყველაფერსეო. ანუ ჩვენ არ გავგვეშვიაო ეს რაკეტაო. აი ვინ გაუშვა ეხა, მოდი მაგასაც ვიმჩელოთ. ანუ აქ ხალხო ეხა მე რა ინფორმაციებსაც თქვენ გაწვდით, ეს არ ნიშნავს ავტომატურად, რომ მხარე რომელმაც ეს გაუშვა არის მართალი. რავი, შეიძლება ამერიკა მას გაუშვა, ანუ არ ვიცი ყველაფერი 100%-ით. იმიტომ რომ აქ უნდათ რეგიონში ამერიკა მე არ გამოვრიცხავ, რომ ამერიკა ჩალიჩავს, ჩაითრიოს მთელი შუა აზია, ახლო აღმოსავლეთი ამ ომში. ულტიმატუმები აგერ კი წაუყენო კუვეიტის თავრობას გუში, რომ თუ ბომბავენ შენც მოიღე მონაწილეობაო. იმიტომ რომ ამერიკა ძალიან ზვირი უჯდება. თქვენ ნუ გონიათ ხა ტრამპი გამოდის და რაღაცას ბჟუტურობს იქიდან, რომ ვიგებთ, ხოცავთ, კი ბატონო, ჰაერსაც აკონტროლებენ, იმასაც ოკეი. და გუშინ აგერ შრი-ლანკაზე ჩაძირა საერთაშორისო წყლებში მოცურავე გემიც, მაგრამ ხალხო ძალიან დიდ ზარალს აყენებს ირანი, იმით რომ უფრო იაფა რაკეტებს ძალიან ძვირი საჰაერო სისტემები აგდებენ მას. აი ამაზე დავფიქრდეთ ხა. შემდეგი რა არის? ხო აი ეს ინფორმაცია აუ როგორ მინდოდა ეს ხა მოგესმინა ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცებს ეს სანამ გვარდიანი დაწერდა და იმედი გამოაქვეყნებდა და მე ეს ვიცოდი უკვე რამოდენიმე დღის წინ მოისმინე სიახლე ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცებს უთხრეს რომ ირანთან ომი ღვთაებრივი გეგმის ნაწილია და ტრამპა ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის არმაგედონი უნდა გამოიწვიოს ანუ სერიოზულად ომობაც სიმართლეა ეს გვარდიანი სანამ იტყო და მე ეს ყველაფერი წავიკითხე რამოდენიმე დღის წინ თვითონ შიგნიდან აი ამ ამერიკული სამხედრო ინფორმაციები რაც მოდის და რას ეუნებოდნენ და იქ ამერიკელებმა პეტიციების შეგროვებაც კი დაიწყეს იმასთან დაკავშირებით რომ რა სიგიჟე ხდება რა სად ჩვენ სად ირანი სად არმაგედონი სად მეორედ მოსვლა ვინ ტრამპია ხო ხდები ანუ მე არ გამოურიცხავ ხალხო ანუ ეხა მე რო უყურებ ამერიკის თავრობას მართლა შეშინებული ვარ მარტო ირანი კი არ მაშინებს ეხა ირანი აი ამერიკასაც რო უყურებ მართლა შეშინებული ვარ იმიტომ რომ აი ტრამპის ყოველდღიური გამოსვლა და ომის მინისტრი ეხა რომელსაც ჩვენ მოვისმენთ მაგ ყველაფერს ანუ ისეთ რაღაცებს ამბობენ იქიდან და ანუ გაუგონარი სახის ისენია შურისძიებებზე და ბოროტებაზე ზოგადად დავხოცავთ მოვკლავთ გავშლიტავთ ამოწყე აი ისეთი ტერმინები მესმის თეთრი სახელიდან ანუ გეუნებით ანუ აი გიჟდები უბრალოდ რა ეხლა თქვენ მე უკვე იმაში ეჭვი აღარ მეპარება რომ ეს მდგომარეობა თუ ესე გაგრძელდა ეს უკვე რავი არმაგედონი კი არა მეორედ მოსვლის ტოლფასია იმიტომ რომ ანუ თელი მსოფლიო ტექნიკურად უკვე ჩართულია ამ ყველაფერში და ამერიკელ ჯარისკაცებს რომ იმას ეუბნებიან რომ შენ ღვთაებრივი გეგმის ნაწილი ხარ და მეორედ მოსვლა არმაგედონი ტრამპი არის რაღაცა აპოკალიფსის ხედარი და რაღაც თელი ამბები ხო ანუ აი ეს ატრიალებს ეს უკვე ძალიან ძაბავს მდგომარეობას იმიტომ რომ ირანი იმუქრება რომ დაარტყავს დამონას ეს არის ისრაელში ქალაქში სადაც პლუტონიუმი და ნავთობით დიდა ის არის რა ქვია ბოდიში ატომით მდიდარი ნაწილი სადაც იდეაში ბჭყალებში არსებობს თეორია რომ ისრაელს აქვს ატომური ბომბი და ბირთვული ქობინებით ქალაქი დამონა ისრაელშია და ეგ დაბომბვა თუ მოხდა ჯვარი წერია მე მთელ სოფლიოს მე რას გამოიწვევს აპოკალიფსი კი არა უარესი იქნება ალბათ იმიტომ რომ ჯარი იმისი რადიუსი იმისი გეოგრაფიული არეალი იმისი გამონაბოლქვი აი აბსოლუტურად ყველაფერი არის იქნება ძალიან დიდი უბედურების მომტანი ანუ ეს სამყარო მართლა ჭკუიდან შეიშალა და მე აი რასაც ახლა აი ამათ უყურებ აი ამ ამერიკის თავრობას ანუ გიჟდები აი კიდევ ერთხელ გეუბნებით რა მართლა აი ამ სიახლე კიდე არ მინდა ხო აი რომელიც გითხა ირაყში ქურთი შეერაღებული დაჯგუფების ბაზები დამომბა ეს ანუ გუში ხო დაიწყო ეს აჯანყება და დღეს მიიტანა დილის 9:10 საათი იყო, როდესაც ეს სიახლე მე შემხვდა. ოღონდ სანამ მოვიდოდა მაგამდე Fox News-ს გადავამოწმე, იმიტომ რომ Fox News-ი არის პირველი რომელიც ყველაფერს მოშება. მოდი მოусმინოთ ახლა. მოდი მოусმინოთ ახლა.
ომის მინისტრია, ჯანახეთ, ან ტერმინი გაიგეთ, ომის მინისტრია, ბიჭო. ტრამპმა ხო შეცვალა ეს რაღაცა რა. იყო მაგალითად მექსიკის ყურე, გახდა ამერიკის ყურე. კანადა არის დამოუკიდებელი ქვეყანა, 51 შტატი უნდა გახდესო, გრენლანდია კუნძული ეგეც ჩვენი უნდა გახდესო. არცაოდა თავდაცვის სამინისტრო, გადაკეთა ომის სამინისტროდ. ანუ ძალიან საშიში რიტორიკა, ეხლა მე თქვენ გადაგითარგმნით ამ ყველაფერს რა. და რატომ გონია რომ ამ ყველაფრის მთქმელები ამერიკის ჯარისკაცებისთვის იყვნენ, აი მასაც აგიხსნით. Iranian Air Force is no more, built for 1996, destroyed in 2026. ანუ ირანის საჰაერო ძალებიო, რომელიც შეიქმნა 96 წელსო, აშენდაო, ხოლო 2026 წელს სრულად განადგურდაო. სრულად რა განადგურდა არ ვიცი. The Iranian Navy rests at the bottom of the Persian Gulf. ანუ ირანული გემები განისვენებიანო სპარსეთის ყურის ფსკერზეო. Combat ineffective, decimated, destroyed, defeated. ბრძოლა, განადგურება ისინი ანუ ირანის იმას ხსნის რა, ეხლა რა მდგომარეობაში არიანო, დამარცხებულებიო. Pick your adjective. In fact, last night we sunk their prize ship, the Soleimani. ჩვენ გასულ ღამესო ეს საუბრობ შრი-ლანკაზე, როდესაც მოხდა საერთაშორისო წყლებში მოცურავე ირანული ტანკერის შაძირვა, რომელსაც სოლეიმანი ერქვაო. Looks like POTUS got him twice. ანუ პოტუსი ან ტრამპმაო, პოტუსი ჯერ არ ვიცი რა საიდან შეარგვის პოტუსი ეძახენ ტრამპს. რომ ორჯერ შაძირა სოლეიმანიო, საუბარი ერთი ირანის გენერალური შტაბის ყოფილ უფროსზე, რომელიც ლიკვიდირებული იყო, სოლეიმანზე, ძლიერი გენერალი იყო ეგ და საუბარი ეხა იმაზე, ამ გემის სახელწოდებაც სოლეიმანი იყო, ანუ ორჯერ შაძირაო ტრამპმაო რა. Their navy not a factor. Pick your adjective, it is no more. In fact, yesterday in the Indian Ocean, and we'll play ანუ ის დაავიწყდა, ომის მინისტრს დაავიწყდა ის სათჩაძირა საკუთარი გემებით ირანული სამხედრო ფრიგატი. Okay, მალადეც. Play it on the screen there. An American submarine sunk an Iranian warship that thought it was safe in internet. ანუ იდეაში, გინდა გითხრათ სიმართლე რა არის ხალხო რომ აი ხა ნახე რასაც ამბობს რომ ირანულ გემებს ეგონათ რომ საერთაშორისო წყლებში დაცურავდნენ და იქ უსაფრთხოდ იყვნენ და ჩვენო დედაუტირეთ ჩავძირეთო რა. ანუ ეს იდეაში ჭყალებში სრული მოკრძალებით და კრემამოსილებით რო თქვა არის საერთაშორისო ყველანაირი ნორმის დარღვევა, როდესაც შენ ძირავ საერთაშორისო მოცურავე წყლებში ნებისმიერ ქვეყნის გემს. მაგრამ ამერიკას ხო სუცალფეხზე კიდია სამართალი. და ზოგადად სამართალი არ არსებობს ამ ქვეყანაზე რა. ანუ სრული პასუხისმგებლობით გემოვნებით. ანუ იდეაში რაც ამერიკამ გააკეთა არის war criminal, ომის დანაშაულია, რეალურად ეგ არის. ანუ თუ სამართლით მელაპარაკებია, მოდი მეც სამართლით ვილაპარაკებ მაშინ. მართლა ომის დანაშაულია. და ეხლა რო ადგება ირანი და დაგიბობავს აზერბაიჯანს, დაგიბობავს კვიპროს და იმას დაგიბობავს, რატო გიკვირს მე? ანუ ვერ ხვდები ხალხო ეს ხალხი ჭურში ზის რეალურად. არა მე ღრმად მჯერა რა, ამერიკას უნდა ამერიკა არის ამ ყველაფრის გამოწვევი მიზეზი რა. ანუ კიდე აი ამერიკა გონია რომ აი ეს ყველაფრის უკან დგას ამერიკა. აი ეს პროცესები რომ მოხდა იქ რა ქვია რეჟიმი, იმიტომ აიათოლა ალი ხემეინმა თქვა სამი თვის წინ კაცო მახსოვსო ჩვენ ბირთვულ იარაღზე მუშაობას აღარ ვაგრძელებთ. ანუ მიზეზი რა არის? აი ვერ ხვდები ხა ფუნდამენტებში მინდა ჩავიდე აქ, თო ფუნდამენტებში აქ არის ეს არ არის ირანელი ხალხის განთავისუფლება, ეს არის ანუ მთელი ირანული რესურსებზე ფლობა და ირანის ისეთ სახელმწიფოდ ქცევა, როგორც არის თელს ახლო აღმოსავლეთში ამერიკისა და ისრაელის ჩმორი არაბული სახელმწიფოები. აი მაგ დარის ქვეყანად უნდა ირანი აქციონ. მაგრამ მე კიდევ ერთხელ ირანი რაც არ უნდა ეხა გამოვიდეს და ამ ტიპმა ეხა ირანს აჯვას თავინა დილნას საღამომდე. ანუ ირანი რო საფრთხე არ იყოს, აი ამდენი ქვეყნის ყბაში არ ჩავარდებოდა. ანუ ირანს მართლა აქვს რაღაცა ისეთი, რისიც ამერიკელებს დაანეშინიათ. ფაქტია, ბოდიშით, ფაქტია უბრალოდ. 100 მილიონიანი ირანი, რომელსაც კბილის ჩოთქზე მეტი ბალისტიკური რაკეტა აქვს და რა ვიცი, რა ქვია, წინდებზე მეტი ისანი, რა ქვია, მოიერიშე დრონები, ბოდიშით ხა, ალბათ მართლა საფრთხეა. ეს მორალური манипуляციები ტრამპი ჩვენ ჩავძირე თუ ყველაფერი ჩაძირე დედაუტირე აიღეთ ირანი რაღა დარჩა. მithumetes იმასაც ამბობენ რომ ხალხი ცხარს უჭერსო, გვიჭერსო და თუ ხალხი ცხარ გიჭერს, მიდი შედი, მაგრამ რატო ვერ შედიხარ? მაგრამ ვერ აკეთებს ამას. ვერ აკეთებს.
ამერიკა მაქსიმალურად ჩალიჩობს, რომ არ დაიწყოს სამხედრო ოპერაცია, ის არა ქვია, სახმელეთო ოპერაცია. იცის, რომ სახმელეთო ოპერაციაში ირანს დიდი უპირატესობა აქვს. აი მაგიტომ ჩალიჩობს ახლა პროქსი ძალებიდი ქურთების აჯანყებას იქ აზერბაიჯანი ჩართოს ამ ომში. მე ხალხო, აი ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, აი ალალად გეუნებით. გაიგებთ სიმართლეს რაც არის, აი ამ ყველაფრის უკან ვინებიდგანან აგერ გაიგებთ მაგ ყველაფერს. Waters. Instead, it was sunk by a torpedo. Quiet death. The first sinking of an enemy ship by a torpedo since World War II. არ ვიცი, დედას ვიცავარ, არ ვიცი, ძმაო, ეს სამყარო ჭკუიდან შეიშალა, ანუ სერიოზულად ჭკუიდან შეიშალა, მე არ ვიცი უკვე თან ღამე აღარ ხდება თუ დაუკვირდებით სიახლეები რა. თან ხო ახალი აიათოლაც აირჩიეს. ყველაზე ცუდი სამსახური რაც არის ამ წუთას არის აიათოლა ალი ხემეინის პოზიციაზე ვინმეს დაჯდომა, იმიტომ რომ აიათოლას პოზიციაზე ჯდომა ნიშნავს, რომ შენ ხარ პოტენციური სამიზნე, მატრასზე დაწოლისას აფეთქდები თუ რავი ტრედი რო გადაგეფინეს და აივანზე მოსაწევად რო იქნება გასული, ღმერთმა იცის. მოკლედ ხალხო ძალიან დიდი სიგიჟეები, ანუ მართლა გეუნებით, მე უკვე გონება მაქვს აფეთქებული. მე-5 დღეა, მე-5 ვიდეოს დებ, ჩემპირობას ვასრულებ, მივყვები. მე რომ მეტყვიან პოლიტიკაში დაპირებებს ასრულებ თუ არა, ვაგერ დაწყებული მაქვს ჩემპირობის 31 დღეში მინდა 31 ვიდეო დავდო ყოველდღიურად. მაქსიმალურად ამ კონფლიქტში ჩართული ვიყო და თქვენ ეს ინფორმაცია ყოველდღიური სიახლეები მოგაწოდოთ. ნახეთ, მე არც ერთი ფეიკი არ მომიწოდებია თქვენთვის, იმის დამხმარებლად ძალიან ბევრი ვრცელდება. იქ თელ-ავივი ესე დაბომბეს, გადაუარეს, იქ ირანი ეს არ გაწვდიდა არაფერს. ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, ანუ ყველაზე ადეკვატურ წყაროებზე დაყრდნობულ ინფორმაციას მე თქვენ გაწვდით. მე ეს ინფორმაცია ხა წეგან დამონ იმაზე რომ არმაგედონზე რომ მოვისმინეთ, ხო? მე ყველაფერი ვიცოდი 2 დღის წინ. მაგრამ არ მოგაწოდოთ რომ მეგონა ფეიკი ხა რომ მეთქი ხო არ არის ხა სიმართლე დაადასტურა Fox News-მა და იმას რომ Fox News-ი ხა მთავარი ის არის ამერიკის ხა და გავაკეთე მაგაზე კომენტარი რომ მე არ მინდა თქვენ ტყუილები ძალიან ბევრი ტყუილები ვრცელდება ხა ამერიკიდან ირანიდან ისრაელ ძალიან ბევრი ტყუილები ვრცელდება იმიტომ რომ საკუთარი მეებს უფრთხილებიან საინფორმაციო ომია ხა მარტო ის ხო არ არის რა ქვია კონვენციური ან პროქსი ომი არსებობს საინფორმაციო ომი კიდე ჰიბრიდული ომი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია რომ პროპაგანდას ყველა იყენებს ყველა მხარე აქვს მე ხა მართლა შოქში ვარ ხა რავი ყველაფერს აღარაფერს გამოვრიცხავ უკვე სიმართლე გითხრათ რა მე რა ვიცი რას დაბომბავენ ხა ირანელები ან ვისი ომში ჩართვა უნდა ამ კულისები და რა ისტორია იწერება ხა მომავალზე არ ვიცი მაგრამ აი ეს ფაქტი მაიჭერს რომ აზერბაიჯანმა რო განალაგა საზღვართან საკუთარი ქვედანაყოფები ეს ხო არ იყო ნახიჩევანზე თავდასხმა ხა იმაზე რა ქვია ნახიჩევანზე რო გააკეთეს მის აეროპორტზე თავდასხმა ლავროვს ვთქვი ხა რომ ჩვენ და სხვა მშვიდობის მოყარე ქვეყნები გავაკეთებთ ყველაფერს ისეთი ატმოსფეროს შესაქმნელად რომელიც ირანის წინააღმდეგ ოპერაციას შეუძლებელს გახდისო რუსეთი ნენელა უახლოვდება ხალხო არ ვიცი რავი მშვიდობას უსურვებ საქართველოს მშვიდობას უსურვებ ჩვენ ქვეყანას ჩვენს რეგიონს არა რასაც მე უყურებ ძალიან დიდი სიფრთხილე აქვს საჭირო ეს უკვე ხუმრობა არ არის ეს არ არის რიგითი ღაზა მაზა და რიგითი უკრაინა რუსეთი ესა სერიოზული კონფლიქტის ესკალაცია იმიტომ რომ აქ არის ამერიკის ინტერესები ამერიკასადაც ფიგურირებს ეს უკვე სხვა განზომილება არის მეგობრებო მინდა შეგახსენოთ იმიტომ რომ იქ რა იწერება კულისებს მიღაი ჩვენ არ ვიცით ჩვენ ხვდებით შედეგებით მაგრამ შედეგებამდე უნდა დავინახოთ პოლიტიკური პროცესები რა არსებობდა მაგამდე ეხლა JD Vance რატო იყო ბაქოში აი ეხა ვიგებ მე უკვე სინამდვილეში აი რატო ყოფილა JD Vance აი აზერბაიჯანს Airwings უკეთებდა, ანუ უკეთებდა შეერაღებულ იმას, რა ქვია, გეგმას წარუდგენდა, როგორ უნდა დაერყა ირანისთვის. არ გამოვრიცხავ ამ ყველაფერსაც სიმართლე გითხრათ. არ ვიცი ხალხო რა, დაწერეთ აბლა კომენტარები, მე ყოველდღიურად ჩართული ვიქნები ამ ყველაფერში, ამ წუთას მეტი სიახლე არაფერია. მომდენო 12 საათში, მომდენო 24 საათში რამე თუ შეიცვლება, დილიდან, ხვალიდან ჩემი თავი გენაცვალოთ თქვენ. ცოტა განერიულებული ვარ, არეული და არეული მაქვს ხა ყველაფერი, ძილიც არეული მაქვს 6 საათამდე კი არა 7 გუშინ საერთოდ 7 საათამდე ვიყავი ცოტა არ გავარ ადეკვატურ ადამიანს მეტყველების მხრივ და ესე ვთქვათ კონსტრუქციული წინადადებები შეიძლება ამერიოს მაგრამ გაითვალისწინე ჩემი მდგომარეობაც რომ 24/7 ვარ ამ პროცესებში ჩართული ყველაფერს ვამოწევ ყველაფერს ვკითხულობ და ხო რა ასეთია ბედი ხო დისკენი დალაიქეთ ვიდეო დროებით დაგემშვიდობებით